შეიძლება გაიგოს, რატომ ცდილობს ისლამური რესპუბლიკა ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ჩრდილოეთის ფრონტზე მიმდინარე მოვლენების ირანსა და აშშ-ს შორის პროცესთან დაკავშირებას. მაგრამ ჯონათან კონიკოვ რატო ეთანხმება აშშ-ს ამ ყველაფერს ახლა? დიახ, ეს მილიარდ დოლარიანი თუ ტრილიონ დოლარიანი კითხვაა, რომელსაც ბევრი ადამიანი შუა აღმოსავლეთში სვამს. დარწმუნებული ვარ, ლიბანელი ხალხი, ისრაელები, ბევრი სპარსეთისპურის ქვეყანა საკუთარ თავს სვამს კითხვას. რა მოხდა აქ და რატო? ჩვენ გვაქვს ესეთი უზარმაზარი სხვაობა ბრძოლის ველის რეალობასა და ისლამური რესპუბლიკის მდგომარეობას შორის. მათი უუნარობა გააგრძელონ ბრძოლა. და შემდეგ მემორანდუმი. ეს ჩვენი ცოდნის მიხედვით და ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არის რაღაცები, რაც უცნობია, მაგრამ ჩვენი ცოდნის მიხედვით ეს ძალიან ხელსაყრელია ირანის რეჟიმისთვის. ჯერ არ მოიცავს ბირთვული გამდიდრების, ბალისტიკური რაკეტების ან პროქსი ორგანიზაციების მხარდაჭერის არც ერთ მნიშვნელოვან საკითხს. ფაქტობრივად ეს უბრალოდ დროებით გადადებს ამ საკითხს. და ერთადერთი ვარაუდი, რაც შეიძლება მქონდეს, არის ის, რომ შესაძლოა აშშ-ის ადმინისტრაცია ამ 60 დღეს აძლევს, რათა მეტი დრო ჰქონდეს დიპლომატიისთვის. რომ ნავთობის ფასები დაეცეს, რაც უკვე ხდება, რომ სიტუაცია აშშ-ში დასტაბილურდეს და მათ უფრო მშვიდ გარემოში ჩაატარონ შუალედური არჩევნები. და შემდეგ შესაძლოა ჰქონდეთ შესაძლებლობა დაუბრუნდნენ იმას, რაც ყველას ესმის, რომ აუცილებელია გაკეთდეს, ანუ ირანის რეჟიმის დამარცხებას. მაგრამ ეს ნამდვილად ბინდის დროა, საკმაოდ დამაბნეველი და რთული პერიოდი, როცა ალბათ ბევრი წმენა გჭირდება, რადგან რაღაცები უბრალოდ ერთმანეთს არ ემთხვევა. უბრალოდ არ ემთხვევა ერთმანეთს. იაკი, რას ფიქრობ ამაზე ახლა? უსმინე, შემიძლია რამდენიმე ახსნა შემოგთავაზო. ანუ ჰენრი კისინჯერმა, სახელმწიფო მდივანმა ერთხელ თქვა, რომ ისრაელს საგარეო პოლიტიკა არ აქვს, მხოლოდ შიდა პოლიტიკა. ამიტომ ეხლა ამერიკის პოლიტიკას შიდა პოლიტიკად მივიჩნევთ, რადგან შუალედური არჩევნებია და ნავთობის ფასები. და დონალდ ტრამპმა ეს დაინახა და იფიქრა, რომ უნდა შეემცირებინა დანაკარგები და რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინა სამხედრო კამპანია. და ვფიქრობ, ეხლა მისი ყურადღება სწორედ დანაკარგების შემცირებაზეა მიმართული. და ვფიქრობ, რომ როცა მემორანდუმს გადახედავთ, ის ძირითადად ახლო აღმოსავლეთის არასწორ გაგებას ასახავს. რადგან იცით, როცა ლიბანში კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმზე საუბრობთ, სადაც ირანელები, პაკისტანელები, კატარელები და ირანელები არიან ჩართული ამ მექანიზმში, ეს ცოტა მახსენებს იმ მექანიზმს, რომელიც აშენდა შეთანხმების შემდეგ ღაზაში, რომელმაც შექმნა მშვიდობის საბჭო. მშვიდობის საბჭო მშვიდობას არ მოიტანს და კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმი იქ არც ერთ პრობლემას არ მოაგვარებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ რაც დონალდ ტრამპმა ძირითადად არასწორად იფიქრა, იყო ის, რომ სამხედრო კამპანიით გამარჯვებას ვერ შევძლებთ. ამიტომ მოდი ახლა ირანელები დავიყოლიოთ გვთამით. და ეგ შეიძლება რაღაც ცვლილებას გამოიწვევდეს ირანის პოლიტიკაში. მაგრამ ეს უკვე სცადა ტრამპმა თავის პირველ ვადაში ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში. მან სცადა ჩრდილოეთ კორეელებისთვის ფინანსური სტიმულების შეთავაზება, მაგრამ ეს არ გამოუვიდა და იგივე არ იმუშავებს ირანელებთანაც. ასე რომ, რასაც ახლა ვხედავთ, ეს არის ერთგვარი პაუზა შუალედურ არჩევნებამდე. უნდა შევიკავოთ სუნთქვა, დაველოდოთ, ვიყოთ მოთმინებით და როცა შუალედური არჩევნები ჩაივლის, ვფიქრობ, ისევ ვიხილავთ მნიშვნელოვან ცვლილებებს რეგიონში. ეს ასევე აჩენს კითხვას, არიელ, თუ რა გავლენას ახდენენ ყატარი და პაკისტანი ამ პროცესზე ამჟამად. ისრაელი იზოლირებულია, სრულად გვერდზეა გადადებული ელოდება თუ როგორ აპირებენ ისლამაბადი და დოხა ამ მოთამაშეებზე ზეწოლას, რათა მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც ნამდვილად არ იქნება ისრაელისა და უფრო ფართო რეგიონის უსაფრთხოების სასარგებლოდ. მათ მონაწილეობა აქვთ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში. ასევე აქვთ გავლენა ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებებზე. და მინდა ყურადღება გავამახვილო ამ უკანასკნელზე. რადგან სწორედ იქ ირღვევა აბსურდის ყველა ზღვარი. გულისხმობ საბოლოოდ ორი ქვეყანაა, რომლებიც კეთილნებას იჩენენ და მზად არიან რთული საკითხების განსახილველად. გულისხმობ, რაზეა ახლა ფოკუსირებული ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებები, რა არის სადავო საკითხები, სად იქნება ის ადგილები, საიდანაც ისრაელის თავდაცვის ძალები გაიყვანენ ჯარს და შემდეგ ლიბანის შეიარაღებული ძალები აიღებენ კონტროლს და გააუქმებენ ჰეზბოლას ინფრასტრუქტურას.
რაშუაშია ირანი, ყატარი და პაკისტანი ამასთან. ეს დაახლოებით ისეა, როგორც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები. ვის აინტერესებს? რას ფიქრობს კენია? კენია ამაში ჩართული არ არის. მაშ, რატომ გავთ ორი მოქმედი მხარე, რომლებიც კეთილსინდისიერად მოქმედებენ და უკვე მეხუთე რაუნდის მოლაპარაკებებს ატარებენ? დიახ, უთანხმოებები არსებობს, მაგრამ სწორედ ამიტომ ტარდება მოლაპარაკებები. და ორივე ქვეყანა ამბობს, ჩვენი სუვერენიტეტი ჩვენ დაგვიტოვეთ. ისრაელიც ამას ეუბნება შეერთებულ შტატებს. დღეს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ თუნდაც შეერთებულმა შტატებმა უთხრას ისრაელს არ გაიყვანოთ ჯარი ლიბანიდან, ჩვენ ამას მაინც არ გავაკეთებთ. ასევე ლიბანის მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ მონაწილეობთ ამ მოლაპარაკებებში ისრაელთან, მოგვახვევთ თავს უცხოურ დიქტატს. ამიტომ ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატები ამ ყველაფერში მონაწილეობს, არა მხოლოდ მილიარდი ან ტრილიონი დოლარის საკითხია. ეს 300 მილიარდი დოლარის საკითხია. და ფიქრობ, ეს უნდა იწვევდეს შეშფოთებას არა მხოლოდ ისრაელში და ლიბანში, არამედ შეერთებულ შტატებშიც. და იმედი მაქვს, რომ ამერიკულ მხარეს, რომელიც მას პინძლობს ამ მოლაპარაკებებს, ექნება გააზრება იმისა, თუ როგორ ცდილობენ ისრაელი და ლიბანი თავად გადაჭრან ეს პრობლემა. და ისინი რეალურად ცდილობენ შეთანხმებას მიაღწიონ, რათა დღეს ერთობლივი განცხადება გააკეთონ იმის შესახებ, რომ ისინი იწყებენ პილოტურ ზომებს. და არსებობს ეს გარე ძალები, რომელთა განზრახვებიც, რბილად რო ვთქვათ, არ არის კონსტრუქციული. და ისინი ცდილობენ თავიანთი უცხოური დიქტატის დაწესებას. ამიტომ შეერთებული შტატები აქ როგორც მთავარი გამაერთიანებელი მედიატორი, მათ უნდა აიღონ ეს როლი და შეაჩერონ სხვა გარე ფაქტორები, რომლებიც მხოლოდ ხელს უშლიან ამ კონსტრუქციულ და პოზიტიურ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ისრაელსა და ლიბანს შორის. მათ უნდა აიღონ თავიანთი ცილი პასუხისგებლობა და არ მისცენ საშუალება სხვა აქტორებს ჩაერიონ და შესაძლოა დააბრკოლონ. რასელით 60 დღის შემდეგ ფიქრობთ, რომ დონალდ ტრამპი იტყვის, რომ ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული შეთანხმება? მოდით კიდევ 60 დღით გავახანგრძლივოთ. თუ ფიქრობთ, რომ ის იტყვის სამხედრო ვარიანტები განხილვაშია და თუ ასეა, რას ნიშნავს ეს ისრაელისთვის? დიახ, ვფიქრობ, ჯერ კიდევ ძალიან ადრეა ამის შეფასება. მე მგონია, რომ ამას პროცესში დავინახავთ. სამართლიანია ვიფიქროთ, რომ უფრო მნიშვნელოვანი თარირი შუალედური არჩევნებია და არა აუცილებლად 60 დღის ვადის ამოწურვა. ვფიქრობ, ირანელები აკეთებენ იმას, რასაც ლიბანში აკეთებენ. და მათ ჯერჯერობით შეძლეს ამ კავშირის შექმნა, ამ არანორმალური და არალოგიკური კავშირის. და სრულად ვეთანხმები არიელის შეფასებას, მათ ეს გააკეთეს, რადგან სასოწარკვეთილები არიან. მათი მთავარი პროქსი ორგანიზაცია სერიოზულ პრობლემაშია და ისინი ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. ისინი აცნობიერებენ, რომ ჰეზბოლა ახლა ყველაზე სუსტ მდგომარეობაშია, რაც კი ოდესმე ყოფილა. ისრაელის სამხედრო ზეწოლა ჰეზბოლაზე ძალიან წარმატებული და დამაჯერებელი იყო. თითქმის 10,000 ჰეზბოლას მებრძოლი მოკლეს 2000-დან 2023-მდე და ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. ისრაელის თავდაცვის ძალები ანგრევს ჰეზბოლას ინფრასტრუქტურას. და ლიბანის სახელმწიფო პირველად ამბობს, შენ ჰეზბოლა უცხოელი ხარ, უცხო ინტერესებს ემსახურები და არ გაქვს უფლება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას უკარნახო. და ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ეროვნული საკითხებიდან წახვიდე. ასე რომ ირანი პანიკაშია და ამ სიტუაციის ირონია ისაა, რომ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია ამ ორი პარალელური პროცესის ნაწილი, რომლებიც ერთმანეთში ერევია. მემორანდუმი ან ახლო აღმოსავლეთის გაუგებრობა, რაც მე მგონია, რომ იაკის მიერ მოფიქრებული შესანიშნავი ტერმინია და პირდაპირი მოლაპარაკებები ლიბანში. ეს ორი პროცესი ერთად ვერ იარსებებს. ერთი მეორეს აუქმებს, რადგან მთავარი საკითხი აქ ჰეზბოლაა. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ შეთანხმებები არ შედგება ისე, როგორც პრეზიდენტი ტრამპი სურს, ის გადადებს პროცესს, ზუსტად ისე, როგორც ბოლო 2 ნახევარი თვის განმავლობაში გააკეთა, კონკრეტული მიზეზის გარეშე. და ის იტყვის, რომ მეტ დროს მისცემს, სანამ შუალედურ არჩევნებში მისთვის სასურველ შედეგებს არ მიიღებს, რასაც მე უსურვებ კიდეც. ამის შემდეგ ყველაფერი თავიდან დაიწყება და შეგვიძლია ახალი ეტაპი დავიწყოთ.